დღეს ვართ სტამბოლში. დღეს არის დედასავით საყვარელ დედაენის დღე, ჩვენი უსაყვარლესი დღე. სტუმრები ყავთ საქართველოდან, აი ნათიაძემში ვექილი ქალბატონი, აი ბატონო დათო. დათაჭიდანავა. სასიამოვნო კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება. გუშინ გქონდა ჩვენი დედაენის დღის აღნიშვნა სტამბოლში, სტამბოლის ასოციაციებთან, დიასპორასთან ერთად. ჩვენი სახელმწიფო გენერალური საკონსულოსი იყო ალექსანდრე ჭიშკარიანა და მთელი კონსულის თანამშრომლები იყვნენ დარბაზში, ჩამოვიდნენ. ხო და კიდევ სტამბოლის სხვადასხვა ასოციაციები და კიდევ თურქეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოზანებული და ემიგრანტებიც ასევე მივასალმებით ჩვენ ემიგრანტებს, ძალიან გვიყვარს. ხო და აღნიშნეთ ჩვენ გუშინ დედასავით საყვარელ დედაენის დღეს. ახლა მე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დედაენის დღეს და მივჩენ სიტყვას სტუმრებს. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო სტამბოლიდან. სტამბოლში არაერთხელ დავსწრები ვარ დედაენის აღნიშვნის დღეს და განსაკუთრებული დღე იყო გუშინ, რადგან 9 ასოციაციამ ერთად შეიკრიბა და აღნიშნეს ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ამათთვის ქართული სათვისტომოებისთვის ძალიან ძვირფასი დედაენის დღე. პირველ რიგში მე ვიტყვი იმას, რომ მადლობას გადავუხდი ამ ადამიანებს, ვინც ასე ქართველობენ და დედაენა შეუნახეს ჩვენს ქვეყანას და საკუთარ მომავალ შვილებს სამომავლობას. ამდენი საუკუნის შემდეგ ეს არ არის ნამდვილად ადვილი და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქედან მიწევს ჩემს საქართველოს და ყველა ქართველს, ვინც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ცხოვრობს, მიულოცო ჩვენთვის ძვირფასი დედაენის დღე. გილოცავთ ჩემო ძვირფასებო კიდევ ერთხელ 14 აპრილს. მოგესალმებით. მე მეორე თუ მესამე იმყოფები საერთოდ სტამბოლში. გუშინ იმყოფებოდი დედაენის დღესთან დაკავშირებით მეზღვაურ ღონისძიებაზე, სადაც რამოდენიმე არასამთავრობო და ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა საქართველოს კონსულისა და ელჩის დახმარებით ჩაატარეს დიდი ღონისძიება ქართულ დედაენასთან დაკავშირებით. მათ შორის ბატონი ორჰანი ბერიძეც იქ იმყოფებოდა. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დედაენის დღეს აქაურ ქართველებს და იქ ჩვენებულებს ვინც ქართულ ენას პატივცემს. მე მადლობა მინდა ამ ხალხს უთხრა კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ შეინარჩუნეს ენა და უყვართ ქართული ენა. განსაკუთრებით პატივცემენ მას ჩვენი ქართველი თურქეთელი ქართველები. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ბატონო ორჰან დღევანდელი დღისთვის, გუშინდელი დღისთვის და საერთოდ არსებობისთვის, რომ ასე გიყვართ ჩვენი ენა, ჩვენი საქართველო და ქართველი ხალხი. პირიქით ჩვენ მადლობა, თქვენგან ვისწავლეთ სუფთა ქართული სიყვარული და ქართული კულტურა. მადლობა თქვენ საქართველოს ქართველებს, რომ დღემდე შეინარჩუნეთ ჩვენი ამბანი ქართული ენა და დედაენა და დღემდე ჩამოვიტანეთ. მადლობა თქვენ. ახლა მინდა მეგობრებო, დიდემი ჩვენი ქალბატონი თამარა თქვა, ჯოშკური იღებს კამერას და მე ავიღებ კამერას შევსდით და ის მოგესალმებით. მოგესალმებით. დედაენას დღეს გილოცავთ. აბა ნახვამდის. მეც გილოცავთ, იმიტომ რომ თქვენთვის ეს ენა ვფიქრობ ძვირფასია, ლამაზია, იმიტომ რომ ამდენი ხნის შემდეგ თქვენ გიყვართ, ინტერესი გაქვთ, გაინტერესებთ, რომ ქართული ანბანი, ქართული წერა, კითხვა და დედაენა კვლავ შეინარჩუნოთ. დიდემი ჩემი არის მოსწავლე, ამავე დროს კითხვაწერა ვასწავლე, ძალიან ვეჯითი მოსწავლეა. ანუ ბატონი ორჰან ბერიძე თქვენი ჰოჯამ ხო? მასწავლებელი გახლავთ? გაგიმართლათ, კარგი მასწავლებელი გყავთ და გილოცავთ. მადლობა დიდი. წერა კითხვა იცის და მალე ენასაც გატეხავს და სალამალექუმ. ეს არის დიდი